დიახ, დიკო, დრო და ადგილი უცვლელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ტრადიციულად შეკრებილები არიან ბათუმელები და ბუნებრივია განაგრძობენ პროტესტს. ისინი აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს. ამ წუთებში გადაკეტილი არის გამსახურდიას გამზირი, აქ უამრავი ბათუმელი არის მოსული და როგორც იცით 31 დეკემბერსაც აქ შეხვდნენ ბათუმელები ახალ წელს. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ქართველები სხვა გარემოში ხვდებით ახალ წელს და ბედობას, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ქუჩაში შეხვდნენ ახალ წელს და ისინი ევროპული მომავლის იმედით ხვდებიან ახალ წელს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით რამდენიმე მათგანს. აქ არის ერთი ქალბატონი, რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი, თუმცა იგი ამჟამად არის ემიგრანტი. თქვენ რო გითხრათ თქვენი მოსაზრება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და რო გითხრათ რა არის თქვენი მთავარი სათქმელი დღეს საქართველოში რა ხდება და რა გინდათ რომ თქვათ? ჩემ მთავარი სათქმელი ის არის, რომ მინდა უთხრა არა რუსულ რეჟიმს. ყველაზე მთავარი რასაც ხაზი მინდა გაუსვა, მე მყავს ერთადერთი პრეზიდენტი და ის არის სალომე ზურაბიშვილი. რაც დანარჩენს ხედავს საქართველოს მიმდინარე პროცესებს, ჩემთვის ეს არის ცირკი. მე ვარ ემიგრანტი, რომელმაც დავტოვე საქართველო იმის გამო, რომ ჯანდაცვა გაგვინადგურდა, განათლების სისტემა გაგვინადგურდა. რეალურად ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ იძულებული გავხდით, წავსულიყავით და გადავხვეწულიყავით საქართველოდან. ამას ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი. აფხაზეთი საქართველოა, მინდა უთხრა ყველა იმათ, ვინც ხელს აფარებს რუსეთს და ფიქრობს, რომ ცხინვალიც და აფხაზეთიც მათია, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გული გვიძგერს ჩვენ მომავალ თაობას, ახლანდელს, აი აქ გულანთებულები როდგანან ყველას ევროპული მომავლისთვის. იცით რატომ? იმიტომ რომ იქ არის ხსნა. ეს არის ყველაზე სწორი არჩევანი. მე სულ ვიყენებ ამ ფრაზას და ხმამაღლა ვიტყვი. რკინა უნდა გაატყდეს მაშინ, როდესაც ცხელია. და აი აქ არის ის ცხელი გულები ანთებული, ის ცხელი რკინა, რომელიც დღეს უნდა გაატყდეს აქ. ხვალგვიანია და მინდა მოუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც თბილად ეკრანებიდან გაყურებს და ფიქრობს, რომ იქედან გვარდება საკითხი, არა. მოდით, დადექით ჩვენს გვერდით, სადაც არის ევროპული მომავალი და სწორი არჩევანი. იმიტომ რომ საქართველოს ხსნა მხოლოდ იქ არის, არა რუსულ რეჟიმს. სხვა რა გითხრათ, გილოცავთ ახალ წელს და რავი, მე დოვნებ, რომ ეს 2025 წელი იქნება სწორედ ის წელი, რომ დავადგებით ევროპულ გზას. ძალიან დიდი მადლობა. თათოს ხედავ აქ მახარადეს თათო. ყოველდღიურად მოდიხარ აქ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს, რომ დაიღლება ეს ადამიანები და დაასრულებენ პროტესტს, თქვენ მაინც არ იღლებით. ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება, აქამდეც უნდა დარწმუნებულიყო, რომ ჩვენის ხალხი არ ვართ, რომელიც დაიღლება. ჩვენ გვახსოვს, რომ ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენი მეგობრები არიან მათი ტყვეები, მათ პატიმრობაში არიან, ამიტომ სანამ ერთი ადამიანი მაინც არის მათ ტყვეობაში, ჩვენ არ გავჩერდებით და ჩვენ ახალ წელსაც შევხვდით საპროტესტო სივრცეში. ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ხალხი არის წყარო მათი ლეგიტიმაციისა. ხალხის ნება არ არსებობს, რომ მივანიჭოთ მათ ლეგიტიმაცია. ამიტომ მოვითხოვთ, ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, მოვითხოვთ ახალ არჩევნებს და ტყვეების გათავისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა. ნოკოს ხედავ აქ მიცხოვავს, ნოკო, რომ მითხრა, ყოველდღე მოდიხარ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დღეებია, სახლში არ შეხვდით ახალ წელს. არა. ოჯახთან ერთად შევხვდი ახალ წელს, პირველ რიგში მთელს ქვეყანას, ულოცავ ახალ წელს და ბედობას. მრავლს დაბედებოდეთ, ბედნიერების, ჯანმრთელობის და გამარჯვების წელი მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. დგავართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ჩვენთაგანს აქ მყავს, გვემუქრებიან ისევ დაჭერით, 13 წუთში ყველა თითქმის უმეტესობა სასამართლო გვაქვს, მაინც არ გვეშინია, ჩვენს მიზანს მაინც მივაღწევთ, ჩვენსაც გავიტანთ და ბოლომდე ვიქნებით იქ, სადაც დავიწყეთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. აი ეს არის ჩვენი სათქმელი. ძალიან დიდი მადლობა. აქ საპროტესტო აქციაზე ყველა სფეროს წარმომადგენლები არიან, ყველა პროფესიის ადამიანები. ეს ადამიანი ამ კაცს ხედავ პროტესტის დაწყების დღიდან და ძალიან საინტერესოდ ხართ შემოსილი. საქართველოს ორი დროშა, ევროკავშირის დროშა. რას ნიშნავს? ესაა წარსული.
ისაა ატყო და ესაა მომავალი. აი ამას ნიშნავს და მე ყველა ჩემი ინტერვიუში და ყველა გამოსვლაში ვამბობ, რომ მე ვარ სოხუმელი. აი ამ დროშის ქვეშ 15 ვაჟკაცი მყავს ომის დროს მიწაზე მიბარებული. ჩემთვის აქ გამოსვლა არის ხაერივი. მთელი დღის განმავლობაში აი იმ დონეზე დამძიმებული ვარ, რომ აქ გამოვდივარ და ნახულობ შვებას რა ფაქტიურად. იმიტომ რომ მე ამას წინათ გამოვედი სიტყვით და ვთქვი, რომ ღმერთი სიყვარულია, სიყვარული გვიყვარდეს ყველა. ამიტომ ღმერთი ყოველთვის მოგცემს იმის საშუალებას, რომ გავიმარჯვოთ. ჩვენ ღვთისმწილხვედრი ქვეყანა ვართ და 10,000 წლის განმავლობაში 8,000 წლის საქმრისი აგვიფეთქენ ხალხო და 10,000 წლის განმავლობაში თაობა არ იზრდებოდა საქართველოში, რომელმაც ომი არ გადაიტანა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. როგორც გითხარით, აქ ყველა პროფესიის ადამიანი დგას საპროტესტო აქციაზე. მე ახლა ბათუმელ მხატვარს ხედავ აქ, რომელიც ყოველდღიურად მოდის და აპროტესტებს რუსულ რეჟიმს. თქვენ პერფორმანსიც კი მოაწყეთ მხატვრებმა. თქვენი თავარი სათქმელი. გამარჯობათ. თელ საქართველოს მიულოცავ პირველ რიგში ბედობას, მაგრამ ვისურვებდი, რომ მომავალში ბედობას შევხვედროდით ევროპულ საქართველოში. ჩემი თავარი სათქმელი, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა. ჩვენ არ ვაპირებთ რომ დავიღალოთ, არ ვაპირებთ რომ შეგვეშინდეს. ყოველდღე ვიდგებით აქ ამინდის მიუხედავად, ჩვენ ვიბრძოლებთ ეპილოგამდე. გვინდა რომ საქართველო გავიდეს რეალურ შედეგებამდე და ჩვენ მოქალაქეები ცხოვრობდეთ ღირსეულ ევროპულ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთ ადამიანს გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. აი ეს პირი, რომელიც ყოველდღე მოდის აქციაზე, მოაქვს ყავა, ჩაი აქციის მონაწილეებისთვის და ურიგებს მათ. არა, დიდი მადლობა. ეხლა ვმუშაობთ. აი თქვენი თავარი სათქმელი და რომ მოდიხართ ყოველდღიურად აქციაზე. წინ ევროპისკენ, აი ამისთვის, ესეთებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, შვიდობისთვის, განვითარებისთვის, წარმატებისთვის, შვიდ აი არ ვიცი, ყველაფერი არის ამაში. აი იოანე გეტყვის ჩემზე უკეთესად. იოანე აბა რასა ულოცავ ქართულ ხალხს 2025 წელს და სულ გახარებული ეცხოლოთ მის საოცრება ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. აი ასეთი განწყობა არის ბათუმში საპროტესტო აქციაზე, როგორც გითხარით, ტრადიციულად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან განან აქციის მონაწილეები. დღესაც ბუნებრივი არ არის გამონაკლისი. უკვე 36 დღეა თბილისის პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში ეს ადამიანები აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს.